წელი მაია თოთიბაძემ და არტ ჯუნიორელებმა ტრადიციისავე კონცერტით გააცილა. წლის შემაჯამებელ კონცერტზე, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ მუზეუმში გაიმართა, სტუდიის ბავშვებმა საახალწლო განწყობა და მხიარულება მოიტანეს. მაყურებლის წინაშე წარდგა როგორც გამოცდილი სტუდიელები, ასევე ახალბედა არტ ჯუნიორელები, რომელთა დებიუტმა წარმატებით ჩაიარა. ერთმანეთს უცხოური და ქართული სიმღერები, ასევე რიტმი, ხანგი და განწყობები ენაცვლებოდა. შესრულდა როგორც ჯგუფური სიმღერები, ასევე დუეტები და ინდივიდუალური ნომრები, რომლებაც მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დღეს გაიმართა არტ ჯუნიორის კონცერტი, საახალწლო კონცერტი. კონცერტი იყო ძალიან სახალისო და დღეს მუზეუმი გააცოცხლა ამ ბავშვებმა და მუზეუმის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა არტ ჯუნიორმა. ძალიან დიდი მადლობა მაიკო თუთიბაძე შენ ამისათვის. მე ძალიან მემზადებოდი ამ დღისთვის და მადლობა მაიკო მასწავლებელს და ყველას, ვინც მოვიდა და გვიყურა. საოცრად ლამაზი საღამოს მომსწრენივად. არტ ჯუნიორი არის სიყვარულის და სიცოცხლის დღესასწაული. ამ ბავშვების ნიჭიერებას რომ საზღვარი არ აქვს, მაგრამ საოცარი ადამიანი მაიკო თოთიბაძე განსაკუთრებულ ხიბლს სცემს თითოეული ბავშვის მიმღებს, თითოეული მშობლის პოზიციას და მადლობა მას თავდაუზოგავი შრომისთვის. ბედნიერი ვარ, რომ აქ არის ჩემი შვილი. ბედნიერია ის სკოლა, სადაც ასეთი სტუდია არსებობს. ჩვენ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას გვერგოწილად ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებდეს მუსიკალური სტუდია არტ ჯუნიორი, რომლის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში გახლავთ მაიკო თოთიბაძე. არაჩვეულებრივ კონცერტებს ვისმენთ, ვუყურებთ მისი ხელმძღვანელობით გაკეთებით. ამჯერად კიდევ ერთი მორიგი საახალწლო დებიუტი შედგა უცროსი პატარა არტ ჯუნიორელებისა და უფროსების მიერ, რომელმაც შესაშური საახალწლო განწყობა შეგვიქმნა. მე ვამაყობ დღევანდელი დღით, მინდა მადლობა გადაუხადო მაიკო თოთიბაძე. მეორე საჯარო სკოლასთან არსებულმა სტუდიამ არტ ჯუნიორი ჩემთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე გაგველამაზებინა და ახალი წლის მოსვლა, ასე ვთქვათ, მიგვენიშნებინა ადამიანებისთვის, რომ ძალიან მალე, სულ მალე შემოაბიჯებს 2026 წელი. ჩემი ფერადები და ძალიან ნიჭიერი ბავშვები უნიჭიერეს ეყარს დგნენ მაყურებლის წინაშე საახალწლო და არა მარტო საახალწლო სიმღერებით. უპირველესი ამოსავალი წერტილი, როგორც ყოველთვის არის ცოცხალი შესრულება და მე ამაყივა, რომ ჩემი ბავშვები ახლებით ყველა ვდილობენ, რომ ცოცხლად იმღერონ. დირექტორს და ზოგადად დირექციას ქალბატონ ფატის უღრმესი მადლობა მუდმივად გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომ არა მშობლები, რა თქმა უნდა, ვერაფერიც ვერ გამოვიდოდა და კიდე იმისთვის მადლობა ჩემ მშობლებს, რომ აი ასეთი უნიჭიერესი, ულამაზესი და საუკეთესო შვილები გყავთ. გილოცავთ მრავალ ახალ წელს, სიკეთის, ხვავის, ბარაქის, მშვიდობის და ყველაფერი საუკეთესო წელი დამდგარიყოს.